ტრამპმა ირანი გააოცა მას შემდეგ, რაც ქუვეითში ამერიკული ძალების მიერ გამოყენებული ბაზა კრიზისის ცენტრში მოექცა. ვაშინგტონის პასუხი მიზნად ისახავდა იმ სტრუქტურას, რომელსაც თეირანი იყენებს დრონების სათვალთვალოდ, თვითმფრინავებისთვის საფრთხის შესაქმნელად და იმის გამოსაცდელად, რამდენად შორს შეუძლია შეერთებული შტატების პროვოცირება ფასის გადახდის გარეშე. ამოშაბათს 2026 წლის 1 ივნისს კრიზისი გამწვავდა, რადგან ირანის რეჟიმმა სცადა ბაზა ალი-ალ-სალემზე თავდასხმა გამარჯვება წარმოეჩინა, მაგრამ საბოლოოდ სხვა რამ აჩვენა. როდესაც ამერიკულ სამიზნეს ეხება, საკუთარი რადარები, საკონტაქტო და სარდლობის ცენტრები და დრონების პლატფორმები პირდაპირ პასუხისთვის ხდის ხილულს. ირანმა სცადა სირენა პროპაგანდად ექცია, დონალდ ტრამპმა კი დაბომბილი ბაზა გამოიყენე როგორც არგუმენტი, რომ მოეჭრა სამხედრო ხელი, რომელიც ამერიკელებს სპარსეთის ყურეში ემუქრებოდა, რაც ცდილობდა ირანი დაემალა. რატომ გახდა ეს ბაზა მტკიცებულება თავად დიქტატურის წინააღმდეგ, როგორ უპასუხა დონალდ ტრამპმა, ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი და ჩართე ზარი, რომ მიიღო ვიდეოები. ამერიკული მოქმედება მოხდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა თავდაცვითი შეტევების შესახებ ირანულ რადარებზე და დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრებზე გოროკიში და კაშიმის კუნძულზე. ამერიკული ვერსიის მიხედვით პასუხი მოჰყვა ირანის აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის MQ-1 დრონის ჩამოგდებას, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო წყლებზე სპარსეთის ყურეში. ფაქტობრივად ვაშინგტონმა ეს ეპიზოდი არ განიხილა როგორც შთაბეჭდილების ინციდენტი. ინციდენტი იზოლადო. მან ეს აღიქვა როგორც ირანის სამხედრო ზეწოლის ნაწილი, ირანმა სცადა ისტორიის შემოbrunება. რევოლუციურმა გვარდიამ დანაცხადა, რომ მათ დაარტყეს ბაზას, საიდანაც მათი თქმით, ამერიკული აგრესია განხორციელდა ტელეკომუნიკაციების კოშკზე, ჰორმოზგანის პროვინციაში. ჰორმოზგანი. ამერიკამ განაცხადა, რომ მისმა გამანადგურებლებმა დაარტყეს ოპერაციის წარმოშობის წერტილს და გააფრთხილა, რომ თუ აგრესია განმეორდება, პასუხი განსხვავებული იქნება. ამ ტიპის ენა ძველია რეჟიმის სახელმძღვანელოში. ისინი პროვოცირებენ, ანგრევენ ამერიკულ აღჭურვილობას, იყენებენ რადარის ბაზას თვითმფრინავების დასაკვირვებლად, შემდეგ კი ყვირიან, რომ უბრალოდ რეაგირებენ. ხოლო ამჯერად თავად ირანელების რეაქციამ გაამჟრავნა ყველაფერი. ალი-ალ-სალეჰის ბაზა ცენტრალურ როლს ასრულებს, რადგან მასში განთავსებულია შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების მნიშვნელოვანი ოპერაციები რეგიონში. როდესაც ირანული რაკეტები და დრონები ასეთ ობიექტებზე ისურება, თუნდაც მათი ნაწილი ჩამოაგდეს, გზავნილი მაინც ნათელია. თეირანი ცდილობს დააზიანოს ამერიკული ყოფნა ირანის საზღვრებს გარეთ და აჩვენოს, რომ შეუძლია საფრთხე გაავრცელოს საკუთარი საზღვრების მიღმაც. მაგრამ ამ გათვლას თავისი ფასი აქვს. დონალდ ტრამპს არ სჭირდება ვინმეს დარწმუნება, რომ საფრთხე არსებობს. ირანმა ეს თავად გააკეთა, როდესაც კრიზისი ბაზამდე მიიყვანა, სადაც ამერიკული ყოფნა იყო. აქ იცვლება ნარატივი. ტრამპი ამბობს, რომ ირანი აღარ გამოიყენებს სამხედრო ტექნოლოგიას ამერიკელების დასაშინებლად და შემდეგ აღარ დაიმალება მუქარის შემცველი განცხადებების უკან. ირანის რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გაწევის შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ მოქმედებს შიშით, რომ კონტროლს დაკარგავს. ეს გავლენა აზიანებს რევოლუციური გვარდიის იმიჯს, რომელიც თავს დაუმარცხებელ ძალად წარმოაჩენს, მაგრამ დამოკიდებულია კუნძულებზე, სანაპირო ბაზებსა და სარდლობის პუნქტებში განთავსებულ ტექნიკაზე. კუვეითის წინააღმდეგ რეაქცია ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა, მაგრამ ამავდროულად გამოავლინა მოწყვლადობაც, რადგან გამოაშკარავა, რომელი სტრუქტურები გამოიყენებოდა დაპირისპირებაში. დონალდ ტრამპი ორ ფრონტზე ზეწოლას ახორციელებს. პირველი სამხედროა, რათა ცხადი გახდეს, რომ ჩამოგდებული დრონი და ამერიკულ ბაზაზე მუქარა უპასუხოდ არ დარჩება. მეორე პოლიტიკური ფრონტია, რადგან ირანის ყოველი რეაქცია ვაშინგტონს ეხმარება აჩვენოს მოკავშირეებს, რომ თეირანი უმწეო მსხვერპლი არ არის, არამედ რეჟიმია, რომელიც მზადაა გამოიყენოს რაკეტები, დრონები და მილიციები, როცა თავს მომწყვდეულად გრძნობს. ირანი ცდილობს ნებისმიერი ამერიკული თავდასხმა აგრესიის მტკიცებულებად წარმოაჩინოს. ტრამპი კი ირანის რეაქციას საფრთხის მტკიცებულებად აქცევს. ქუვეითიც ერთვება ამ ისტორიაში როგორც გაფრთხილება სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. თავდასხმა აჩვენებს, რომ ირანი მხოლოდ ისრაელს არ ესხმის თავს და მხოლოდ ვაშინგტონის წინააღმდეგ არ საუბრობს. როცა კრიზისი მძაფრდება, რეჟიმი საფრთხეს მეზობლებს, ბაზებს, მარშრუტებსა და იმ მთავრობებს უგზავნის, რომლებიც დასავლურ ყოფნას მასპინძლობენ. ეს აშინებს მოკავშირეებს, მაგრამ ამავე დროს აძლიერებს ტრამპის თეზას. თუ რეგიონს უსაფრთხოება სურს, თეირანს არ უნდა მისცეს უფლება, რომ უპასუხისმგებლოდ იმოქმედოს. ამერიკის ყოფნა ამ სცენარში არ ჩანს როგორც ახირება, არამედ როგორც ბარიერი ესკალაციის წინააღმდეგ, რომელსაც თავად ირანი აღვივებს. როდესაც ირანი ამერიკულ აღჭურვილობას ანგრევს და აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორია იყო, მაშინ როცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ოპერაცია საერთაშორისო წყლებზე მიმდინარეობდა, დავა ტექნიკურ დეტალზე მეტია, ეს ავტორიტეტის გამოცდაა.
თუ ტრამპი უკან დაიხევდა, თეირანი გაიგებდა, რომ ხაზის გადმოწევა შეეძლო. როგორი იყო პასუხი? შეტყობინება შეიცვალა. თითოეულ პროვოკაციას შეიძლება ირანის სამხედრო სტრუქტურის ნაწილი დაუჯდეს. ქუვეითში ბაზაზე თავდასხმაც აჩვენებს ირანის გადატვირთვის სტრატეგიის რისკს. რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს რაკეტები და დრონები ალტის შეგრძნების შესაქმნელად, სირენების ჩასართავად, ძლიერი კადრების გამოსაწვევად და ტრამპის წინააღმდეგ სათაურების გასაძლიერებლად. მაგრამ ამ ტაქტიკას აქვს ზღვარი, როდესაც ის ამერიკულ სააერო თავდაცვას, დაზვერვასა და საპასუხო შესაძლებლობებს ეჯახება. მაშინაც კი როცა ნამსხვრევები იწვევს დაშავებულებს და ზიანს, ეს ეპიზოდი მთავარ ფაქტს ვერ ფარავს. ირანმა შეუტია ობიექტს, რომელიც დაკავშირებულია შეერთებულ შტატებთან და ვაშინგტონს მისცა პოლიტიკური საფუძველი, რომ უფრო მტკიცედ ეპასუხა. ტრამპიც ამ ინტერპრეტაციით შიდა პოლიტიკურ სივრცეს იძენს. ანტიტრამპისტული მედია ცდილობს კრიზისი წარმოსახოს როგორც იმპროვიზაცია, მაგრამ უგულებელყოფს იმას, რომ პრეზიდენტი მოქმედებს მარტივი გათვლით. მოლაპარაკება მხოლოდ მარჩინ მუშავაშინ მუშაობს, როცა მეორე მხარე ხვდება, რომ პროვოკაციას ფასი აქვს. ირანს სურს დამშვიდება მაშინ, როცა დროის მოგება სჭირდება და შეტევა მაშინ, როცა თავის ბაზას ძალის ჩვენება სჭირდება. დონალდ ტრამპი ორივე ფრონტზე ზეწოლას ახორციელებს, ინარჩუნებს დიპლომატიურ კარს, მაგრამ აჩვენებს, რომ დიპლომატია არ იქნება გამოყენებული როგორც საფარი ჩამოგდებული დრონისთვის, აქტიური რადარისთვის და ამერიკულ ბაზაზე მუქარისთვის. რევოლუციური გვარდია იცის, რომ საინფორმაციო ომი რეალური ომის ნაწილია. ამიტომაც ჩქარობს განაცხადოს, რომ გაანადგურა სამიზნეები, უპასუხა აგრესიას და მზად არის განსხვავებული პასუხისთვის. მაგრამ კაცრი განცხადებები ასევე აჩვენებს შეშფოთებას. თავდაჯერებულ რეჟიმს არ სჭირდება ყოველი აფეთქება პროპაგანდის შოუ და აქციოს. მტკიცე რეჟიმი აჩვენებს, რომ ხელახლა ხსნის. ირანმა ნერვიულობა გამოავლინა, სცადა საკუთარი რეაქციის გაზვიადება და კიდევ ქუვეითი ჩააყენა ესკალაციის ცენტრში, რამაც შეიძლება ვაშინგტონის მოკავშირეები კიდევ უფრო დააახლოოს. თეირანისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ისაა, რომ ამერიკის პასუხი მხოლოდ თეთრ სახლზე არ არის დამოკიდებული. ცენტრალური სარდლობა აფიქსირებს საფრთხეს, ადგენს წარმოშობის წერტილებს, აფასებს ქმედებას როგორც თვითდაცვას და მოქმედებს უკვე რეგიონში განთავსებული სტრუქტურით. დონალდ ტრამპი ამ ძალაუფლების მანქანას იყენებს იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რასაც მისი ოპონენტები ვერ ეგუებიან, უპასუხოს ირანისთვის სასარგებლო ნარატივების ნებართვის გარეშე. რეჟიმს შეუძლია იხვიროს, რომ მსხვერპლია, მაგრამ ფაქტების თანმიმდევრობა აჩვენებს პროვოკაციის, პასუხის და ახალი დაშინების მცდელობის ნიმუშს. გაზიანებული ბაზა ასევე შეგვახსენებს, რომ ამერიკელი სამხედროები და კონტრაქტორები რეგიონში იმ დაპირისპირების წინა ხაზზე არიან, რომელსაც მემარცხენეები ცდილობენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ტრიბუნად აქციონ. როდესაც ამერიკელები ნამსხვრევებით ზიანდებიან ან დრონები ზიანდება, კითხვა არ უნდა იყოს, როგორ დავადანაშაულოთ ტრამპი. კითხვა უნდა იყოს, რატომ ესვრის ირანი რაკეტებს ობიექტს, სადაც ამერიკელები იმყოფებიან. ეს გადაბრუნებული ნარატივი ის ხრიკია, რომელიც უნდა გავაუქმოთ. დონალდ ტრამპი ირანს აოცებს, რადგან არ ეთანხმება იმ ლოგიკას, რომ თეირანს შეუძლია აირჩიოს თავდასხმის დრო და შემდეგ ვაშინგტონს მხოლოდ დარტმის მიღება მოსთხოვოს. სასტიკი პასუხი ხმაურში კი არა, არამედ შერჩეულ სამიზნეშია. რადარები, სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვა და დრონები ირანული პროვოკაციის საყრდენს წარმოადგენენ. ამ საყრდენის დაზიანება ნიშნავს რეჟიმისთვის იმის თქმას, რომ შემდეგი მუქარა შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე პროპაგანდას შეუძლია დამალოს. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალ და ჩემი მიზანია ყოველდღე შეგინარჩუნო ინფორმირებულობა სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.